კრეატორის ფინალისტებმა ვერ იკომდა, მაგრამ საკმაოდ გრძელი და რთული გზა გამოიარეს. წარმოიდგინეთ 500-მდე გამოგზავნილი განცხადიდან ისინი მოხვდნენ ჯერ 25 დაბარებულ ადამიანში, ხოლო შემდეგ საბოლოოდ 9 მონაწილეს შორის. მათ შექმნეს 7 უნიკალური YouTube ვიდეო, რომელიც კონკრეტული დავალებების მიხედვით გადაიღეს. მახარას ჰიტას და ჩემი გენიალური შეფასებების მიხედვით მათ გადალახეს 7 დაძაბული ტური. თან არ დაგავიწყეს გავარდნილი მონაწილეებიც, რომლებსაც ძალიან მინიმალური დააგდათ ფინალში მოხვედრამდე. დღეს კი ჩვენ გამოვავლენთ პროექტის გამარჯვებულს და ადამიანს, რომელიც თავის YouTube საქმიანობას 20,000 ჯერ უფრო დიდი мотивациით გააგრძელებს. ეს არის პროექტი კრეატორი. და ამას აღნიშნავთ. დღეს არის ფინალი, ორი სუფრა გველდება, ფინალის სუფრა და გაკოს ჩამოსulis მშვიდობით დაბრუნების სუფრა და ჰიტას ხედულობა დაუბრუნდა 2%. მე 200,000 გამოვიდა. მანქანის დასველება ჰიტასი. 200,000 გამოწერზე ასულა. კარგად მიდიხართ ბიჭო, დამეწევით მალე. ბაზარი არა. ჩვენც რო ადამიანობა, არა, ჩვენც რო გადავდოთ ადამიანობა, ჩვენც ავალთ ალბათ. მაგხელა გამომწერზე, მაგრამ დავიტოვებთ ადამიანებს. ეს არის მეტასათვალე, მაგრამ არა უშავს ამას მოხსნე. ძალიან მაგარია. ესე იგი, დღეს არის ფინალი. ორი ფინალისტი ყავს, ველისაპედისტი და გადარეული ექიმი. აქედან ერთ-ერთი გახდება კრეატორი და მოიგებს 20,000 ლარს. მასი გააკეთე შევიცი. მოიგებს 20,000 ლარს. ქართულმა შუშამ მოგცა შესაძლებლობა რომ დაგვემზადებინა ესეთი მშვენიერი პლასტმასის რა ქვია მას? თასი? თასი ვიცი მრგვალი. ჯილდო რა. ნაგლეჯი, შუშის ნაგლეჯი. დეინერის ტარგარიანმა გამოგვიგზავნა სპეციალურად საჩუქრად. ეს არის დრაკონის შუშისგან დამზადებული, რომელიც ვალერიული ხელებით არის ნაჭედი, 1000 გვარ უბედურებას და ჟამსარის გამოვიდა. ვალერასთან არის გასაჯარცალია. ჩვენი ქართული ბათონი გვაქვს რა ჩვენი. ჩვენი ქართული ბათონი გვაქვს. ღმერთ მარაგრას შემთხვევით სკამზე დაგჭეს. ისე ამაზია ძალიან კარგი დაგიმზადებიათ. ვეცადეთ, უჭედეთ და გამოვჭედეთ. თაგვმათ ხარაო, კატა გამოთხარაო. ჩვენმა მეგობრებმაც თხარეს კონტენტი და ვინ გამოთხარა ეს მშვენიერი 20,000 ლარი, მაგას გავიგებთ. იაკობ გუგებაშვილის ზოგჯერ თმაჯობს, არა თქმასა, ზოგჯერ თქმითას და შავდების. ამიტომ კაცი პინგვინებთან იყო. მას აღარ ამოვიდა. სხვა შორის კაკომ ეს ყინულზე ამოტვიფრა, არ შეიძლებოდა, მაგრამ ვეშაპის სისხლით დაწერა. ზოგზე თქმაზრობს, არა თქმასა, მე არ ეყო ვეშაპის სისხლი და პინგვინი გაწყვიტა და იმითი მიაწერა. ზოგზე ის არის ძალიან საინტერესო ამბავი, რომ პინგვინი ხო საქართველოში ხა ძალიან ავთენტური და ორიგინალური და გლობალური ტრენდი. გლობალურადაც პინგვინი გაიწევდა. ხო. რომ პინგვინი მთისკენ მიდის, 2007 წლის დოკუმენტური ფილმიდან არის და ამ ბოლო თვეში ხა ყველაზე ვაირალ ვიდეოა. თუმცა პროექტთან არანაირი კავშირი არ გაქვს ყველაფერს და ძალიან გადაუხვიეთ. ტრამპმა ვაირალ გახადა. თუ კაკო, რო წააბრძანო აჩიკო რა. ჩვენ დაველაპარაკებით ჩვენს ორ ფინალისტს, ადამიანურად, რომელმაც გადაიღო უნიკალური ვიდეოები ლევან საგინაშვილთან ერთად. ეხლა კი მოდი, მოусმინოთ მონაწილეებს, რას ფიქრობენ პროექტის შესახებ. სალამ. ეხლა ვარ თიპაულაში და განახეთ შიგნით რა ხდება და საერთოდ რას ვაკეთებ აქ. წავედით. ძალიან ისეთი პატარა და საყვარელი სივრცე გვაქვს. გიორგი თავის ამპლუაში არის და მექანიკის ნაწილს აკეთებს ძირითადად და ჩემი საქმე არის ძალიან ბევრი რაღაცა. თან არაფერი, თან ყველაფერი. იმიტომ რომ არ ვიცი, ვინც მეწარმეა და ვინც იცის საერთოდ რა ხდება სამეწარმეო საქმიანობაში, იცის რომ ერთ დღეს ხარ დამლაგებელი, ერთ დღეს ხარ ბუღალტერი, ერთ დღეს ხარ მარკეტერი და ასე შემდეგ. ჩემი ყოველდღიურობა არის ეგ. კაი, ვიღაცა ახლა სისტემი წარსაციგე დაკათე. ის რა ქვია. ვერიკოს სტილი შესაჭირდება, იმიტომ რომ სულ ერთი და იგივე ის არის რომ რაღაცა სპორტულა და რაღაც ველოსიპედი ხარ. რა ვქნა? კამერას ვარჩავით. სამთაზე. მე ძალიან მიყვარს ველოსიპედების მონაწილეობა და ჩემი თასები აქაც კი არის მიჭეჭყილი საცხარად. არა, მაგასაც განახებთ. ეს მეძმები არის ოღონდ ნაწილი. ოღონდ ეს თასები არის თითქმის საკმაოდ ისეთი ერთნაირები. ასე თუ ისე. და მე რეკომენდ ვაწარ ხოლმე ან შიგნით ვაწარ თუ რომელი შეჯიბრისაა. აი ამას აწერია 2022 წელი 28 მაისი ქალთა პირველობა. ეს იყო პირველი შეჯიბრი საერთოდ ქალებს შორის საქართველოში რაც ჩატარდა დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში, ასე ვთქვათ რა. ეს რაღაცა თავისი სხვადასხვა მედლებით და ასე შემდეგ.
ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაც მომწონს კიდე მე ძალიან მიყვარს სამთო მიმართულება და ჩემი საყვარელი თასი უნდა განახოთ. ეს არის ყველაზე განსხვავებული თასი. ეს თასები არ არის ისეთი განსხვავებული, მაგრამ ეს არის დაუნჰილში მივიღე მონაწილეობა და პირველ ადგილს დავიკავე და ძალიან მიყვარს ეს შეჯიბრიც, იმიტომ რომ პირველი ჩემი შეჯიბრი იყო დაუნჰილში და კარგი გამოცდილება იყო და ძალიან ისე რაღაცად მიამაყებასავით, იმიტომ რომ მიყვარს რა. პროექტის შესახებ გავიგე Instagram-დან თუ არ ვცდები, კაკოს ვიდეო ვნახე, რომ რაღაცა იწყება კრეატორი და ეგრევე მოვნიშნა, რომ მეთქი აქ უეჭველი ვაგზავნი. ბოლო დღე იყო წარდგენის და აი ერთ-ერთი კადრი მქონდა ყაზბეგში ჩაწერილი, რომ რაღაც ნებისყოფასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მეთქი აი ამას ჩავსვავ სადღაც თქო და ისე მოხდა, რომ რაღაცნაირად კარგად დავაწყო ვიდეო. სახში გადავიღე ბოლო მონაკვეთი, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მონაკვეთია იქ ბოლო, იმიტომ რომ მან ვამბობ, რომ შანსი ძალიან დიდია, რომ ვერ მოხვდე იმ 8 ადამიანში, მაგრამ ცდა ყოველთვის ღირს თქო. გავგზავნე ფაქტობრივად, აი როცა დარჩენილი იყო 2 საათი და იმედი არ მქონდა საერთოდ რომ ვინმე დამირეკავდა და 3 დღეში დამირეკეს, რომ რაღაც 24 ადამიანში მოხვდი, რაც იყო აი მართლა არ ვიცი, წარმოუდგენელი იყო, ძალიან ბევრჯერ მოგესწონა თქვამი, რომ რაღაცა სიგიჟეა ჩემთვის, მაგრამ მართლა ეგრე იყო და ნუ 8-ში გადასახო საერთოდ. გასაუბრებას ერთ-ერთი კითხვა იყო, თუ მოიგებ 20.000 ლარს, რას გააკეთებ ამით? ერთ-ერთი რაც ძალიან მინდოდა და გვინდოდა არის ის, რომ გვინდა ჩავატაროთ ჯუმბერ ლეჟავას თასი. ჯუმბერ ლეჟავა ჩვენთვის და მგონია რომ ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და რაღაცნაირად გული მწყდება რომ ისე არ არის დაფასებული როგორც უნდა იყოს და აი ეს პატარა რაღაცაც კი მგონია ჩემი მხრიდან და ჩვენი მხრიდან იქნება ისეთი რაღაც რომ აი კიდევ ერთხელ გააცოცხლებს მის სახელს. ამიტომ ემოციური მომენტია ჩემთვის და ძალიან მინდა რომ ეს ღონისძიება ჩავატარო. ღონისძიებაზე მესე რაღაცები გვაქვს მოფიქრებული, შეჯიბრის სახითაც რო იყოს და ტურის სახითაც. თავარი და ერთ-ერთი საინტერესო ის არის რომ ამას მიეცემა რა თქმა უნდა YouTube-ის სახე და ამ YouTube-ს და გადაღებას, რა თქმა უნდა, ესე მივყვები და ამასაც განავითარებ რა. ანუ ეს თანხა არის ის იმისთვის, რომ აი ყველაფერი სრულად შეიკრას. ჩემი ველოსიპედით გატაცება დაიწყო ბავშვობიდან. ოღონდ მე არ მახსოვს როგორ ვისწავლე ველოსიპედის მართვა საერთოდ. ალბათ მამა ჩემმა მასწავლა, მაგრამ ერთი ფაქტი მახსოვს, რომ ყაზბეგში ველოსიპედით რო დავდიოდი და ჩემი ველოსიპედი იყო გასაკეთებელი, მამა ჩემი თუ მეტყოდა ხოლმე რომ ვერიკო, მოდი 17-იანი კლუბში მომიტანე, მან ხდებოდი ხოლმე რომ აი მან დიწყებოდა უკვე ჩემი თავგადასავალი და მგონია რომ მაგან რაღაცნაირად გავლენა იქონია. პროექტის თითოეული დავალება იყო ძალიან ინდივიდუალური და თითოეულს უყურებდი რაღაცა ცალკე ამბად, რომელიც იქნებოდა არა მხოლოდ ის, რომ კარგი ვიდეო გამოსულიყო, არამედ თითოეულ ვიდეომ რაღაცნაირად შინაგანად გამზარდა და ის ემოცია და ის ამბავი რაც იყო თითოეულ ვიდეოში, თითქოს ჩემთვის ვაკეთებდი ამას და არა იმისთვის, რომ რაღაცა ან ვინმეზე გავლენა მომეხდინა, ან უბრალოდ რაღაცა ვიდეოს შემექმნა. ერთ-ერთი კემპინგის დროს ვიდეოს გადაღების პროცესში ჩემმა ბიძაშვილმა აკაკი კაკუშაძემ Facebook-ზე მომწერა, რომ ესეთი პროექტია დაანონსებული და მოდი ბედის ცადეო რა. მეც ავიღე კამერა, ეგრევე სამოტივაციო ჩავწერე, გავაგზავნე, დამირეკეს, დამიბარეს კასტინგზე, თავიდან ვერ გავიგე რა ხდებოდა, შემდეგ მივხვდი რომ აჩი მელაპარაკებოდა და რაღაცა ეს გაკვირვება სიხარულში გადაიზარდა. მივედი კასტინგზე, დიდი იმედი არ მქონდა, იმიტომ რომ იქ ისეთი ხალხი გავიცანი, რომ მეთქი ჩემი კონტენტი ამათან ვერაფერს ვერ იზამთქო და ცოტა ისე პესიმისტურად ვიყავი, ბევრს ნერვიულობდი, მაგრამ როდესაც შევედი ჩაწერაზე, მთელი ნერვიულობა შეიცვალა რაღაც სიხარულით. გარემოა ისეთი შექმნილი სტუდიაში, რომ ანუ ბიჭები არ გაძლევენ საშუალებას რამეზე ინერვიულობ. პირიქით მოტივირებულები არიან და მოწადნებული არიან იმაზე, რომ ყველანაირად გაგახალისონ. ჩაწერამაც კარგად ჩაიარა, ჟიურისაც კარგად ვესაუბრე და შემდეგ იყო ყველაზე დიდი ფოკუსი მახარასგან ის, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადაგვადგმევინა და მაგ დროს მივხვდი, რომ პროექტიდან გავარნილი ვიყავი, მაგრამ როდესაც გამოაცხადა ის, რომ ვინც ნაბიჯი უკან გადადგაო, გადასული არიან მომდენო ტურშიო, ჩემთვის იყო ძალიან დიდი სიხარული. შემდეგ პროექტში როგორც კი ამიყვანეს, ეგრევე ჩემი ცხოვრება რაღაცით შეიცვალა რა.
მანამდე რომ მხოლოდ შრომაზე ვიყავი გადართული და რუტინული სამსახური მქონდა, ეხლა უფრო ცხოვრება რაღაცით გახალისდა. პირველი ვიდეოს გადაღების დროს ბევრი ჩეპე შემხვდა რა. მანქანა, სადაც მივდიოდი, გამიფუჭდა, ვიდეო როგორცაც გეგმავდი ისეთი ვერ გადავიღე, თან ამინდი ისეთი იყო, რომ ძალიან გამიჭირდა კარვის გაშლა, შემდეგ გაშლილი კარვის შენარჩუნება. და ნუ პირველი ვიდეოზე მქონდა ძალიან დიდი იმედგაცრუება და მეგონა რომ პირველი ვიდეოთი მე პროექტს ტოვებდი. მაგრამ ჩაწერაზე რომ მივედი, არ შევიმჩნია ეს ყველაფერი და პირიქით რაღაცა მინდოდა რომ გამეხალისებინა ჩემი ვიდეო და რაღაცა სხვა ელემენტები შემეძინა, რომ სხვა კუთხით დაენახა ჟიურის და ყველას ვინც ამ ვიდეოს უყურებდა და აღმოჩნდა ისე რომ პროექტი გავაგრძელე, დავრჩი პროექტში. და ერთი ისიც მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ტურიდან ტურში გადასვლის მომენტში გეგმავდი თუ მე ამ ტურში გადავალ, ვიყიდი მიკროფონს, თუ მე ამ ტურში გადავალ, ვიყიდი დრონს და ბოლოს შევწყვიტე მაგაზე ფიქრი, იმიტომ რომ ყველა ტურში გადავდიოდი და ფიზიკურად აღარ მქონდა მაგდეის საშუალება ფინანსურად რომ ეგენი მეყიდა და კი მაწვალეს ბევრი თითო ქულა მაკლდებოდა ყველა ტურში რომ ამეღო იმუნიტეტი, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო მაძლიერებდა და არ მაძლევდა საშუალებას მოდუნების. და რა თქმა უნდა ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და მოვედი ფინალამდე, რომელიც შემთთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობასთან ასოცირდება და ასევე სტრესთანაც არის დაკავშირებული, რადგან მონაწილეების მიმართ ჩამომიყალიბდა სიმპათიები და თითოეული გაგდებული მონაწილე გულისწყოტასთან იყო დაკავშირებული და აქედან მოკითხვა ყველას. ზოგადად ეს კემპინგი, wild cooking-ი, solo surviving-ი მიყვარდა თავიდანვე მოყოლებული, ბევრი YouTubers უყურებდი, განსაკუთრებით outdoor boys, მისგან ვსწავლობდი ყველა skills და თითოეული კემპინგის და თითოეული ვიდეოს გადაღების პროცესში ვიღებ ძალიან დიდ სიამოვნებას, იმიტომ რომ ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს. და ეს არის ერთგვარი წარმატების ფორმულა. თუ ვაკეთებ იმას, რაც გიყვარს, შენ არასდროს არ იმუშავებ და იქნები ბედნიერი ადამიანი. ყველაზე რთული ჩემი ამ პროექტში ყოფნისას იყო ის, რომ გამომდინარე ჩემი გრაფიკიდან მიჭირდა ვიდეოების გადაღება და შემდეგ დაედიტება. ანუ ყოველ მეორე დღეს მქონდა სამსახურში სმენები და დასვენების დღეებში ჯერ ვიღებდი, შემდეგ მუშაობდი, შემდეგ ვაედიტებდი. ეს ცოტა დროის განაწილება რთული აღმოჩნდა ჩემთვის და სამი რამ რაც მომცა ამ პროექტმა, პირველი ეს არის ის, რომ გავიცანი ეს ხალხი YouTube გურუები, რომლებიცგანაც მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება, გავიცანი ის მენტორები, რომლებიც თითოეული ტურიდან უფრო მეტად გვანვითარებდნენ და უფრო მეტ შესაძლებლობებს გვაძლევდნენ, უფრო კარგი ვიდეოები დაგვედო. მეორე ეს არის ცოდნა მივიღე ძალიან დიდი, ცოდნა მივიღე როგორც სტაფისგან, მენტორებისგან, ასევე ცოდნა მივიღე ჟიურისგანაც. განსაკუთრებით კაკოსგან, რომელიც ხშირად მაკრიტიკებდა და მაძლევდა ისეთ რჩევებს, რომლის გათვალისწინებაც მართლა ნამდვილ შედეგებს დებდა ჩემ ვიდეოში. და მესამე და მთავარი რაც არის, მოვიხსენი ყოველგვარი კომპლექსი კამერასთან მუშაობის, ხალხთან მუშაობის. ფული რომ მოვიგო, რაში დავხარჯა, სია მქონდა სადღაც წამოღება. უბრალოდ ფული მთლიანად დაიხარჯება არხის განვითარებაზე, ტექნიკურად ავეწყობით და დანარჩენი უკვე იქნება ხარჯები. ჩვენ უკვე გავიგეთ რა იფიქრეს მონაწილეებმა პროექტის შესახებ და მოდი ახლა გადავიდეთ მნიშვნელოვან ამბავზე. როგორც ახლა მატყობინებენ, ბანკომატიდან ფული გამოაქვთ, ფული გამოტანილია და დაუძახოთ თან ჩვენს მონაწილეებს, ხო? ვის დაუძახოთ პირველს? ზუკას დამიძახი, აბა, შეგიძლია? არა, ეგ შეუძლებელია. მაგას გეუბნები, გაუშვით კაცი და რაღაც დაუძახეთ. სადაც არის გზამართავს არის კარგად იყო. მოდი დაუძახოთ ვერიკოს პირველად. მოდი დაუძახოთ ვერიკოს. დაქვი ახლოს დგას და ბარე მოვიდეს. ველისაპედისტი გოგო, ვერიკოი. დღეს შევერკინები ლევას საგინაშვილს. არა, ფიზიკურად არ შევერკინები, ჩვენ გამოსით სამ სხვადასხვა სფეროს. პირველი იქნება სროლა, მეორე იქნება ხინკლის მოხვევა და ჭამა და მესამე იქნება არსი მანქანები. სათხარ? ეკაია, ბოლო მომეწონა. ორივე არის ერთნაირი ვიდეო ჩემთვის. ოპა, გამარჯობა. ვერიკო მოგესალმებით, თუმცა ვერ მივესალმები მე შენს ბოლო ვიდეოს. გამარჯობა.
სალამი. სანამ ამის კითხავთ, შენ მოგვიყევი აღიარე. როგორი იყო გადაღების პროცესი, კოლაბის გაკეთების გამოცდილება როგორი იყო და ლევანზეც გითხარი ერთი მილიონიან გამომწერიან ადამიანთან. პირველი რომ კოლაბორაცია ძალიან მომეწონა. თვითონ ლევანი იმდენად კომფორტული ადამიანია, რომ ყველაფერზე გამომყვა. ჯერ მანამდე ნერვიულობდი, იმიტომ რომ სანამ სიუჟეტს გავწერდით, ანუ რა გვინდა რომ გადაგვეღო, მივწერე ეს ყველაფერი, არაფერი არ მომწერა, მე მეორე დღესაც მივწერე, არაფერი არ მომწერა და მე მომწერა თანხობა, რომ კი, ხუჩავას გადავიღოს და მათ მეთქი ხო, კარგად წაიკითხა, იმიტომ რომ სამი სხვადასხვა რაღაცა გქონდა და მაინტერესებდა, რამდენ კომფორტული იქნებოდა თავისთვის და რავი, არაფერი არ მომწერა, მაგრამ მე რომ მოვიდა, თვითონაც ძალიან გაერთო. ეგ მომეწონა ყველაზე მეტად, იმიტომ რომ არ მინდოდა რომ რაღაცა უხერხულობა იგრძნო და მაგ პროცესმა მოკლედ კარგად ჩაიარა. და ეგ სიუჟეტი როგორ გადაწყვიტე? რომ დავფიქრდი და რადგან თქვით, რომ უნდა ყოფილიყო შედარებით ვაირალ ვიდეო და ნახვებზეც იყო და თან საინტერესო უნდა ყოფილიყო, ვიფიქრე, რომ ეხლა ველოსიპედზე რომ დამესვა, ეგეც გავთვალეთ, მეთქი იქნებ ტური გავაკეთოთ, მაგრამ ხო, ანუ საშუალოდ 150 კილოგრამს უძლებს ველოსიპედი და რამდენი ლევანი? 70-ია დაახლოებით. ხო, მოკლედ თან სპორტსმენი ვარ, არ მინდოდა რომ რაღაცა ჯანმრთელობის ანუ წაქცეული იყო რაღაც ეგეთი და ეგ გამოვრიცხა. კაუჩუკია ლევანი, ხო იცი? რომ დაგსაკი და ხტება. მე ვიფიქრეთ, რა არის ესა საქართველოში საკმაოდ ესეთი ყურებადი. ნუ ერთი არის ჭამა, რა თქმა უნდა, მოგზაურობა, მაგრამ ხანმოკლედ რო ქონდა, მინდოდა რომ უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო. ამიტომ ესე გამახსნა ჩვენი მეგობრები სროლაში და არსიკარსში და ნუ ჭამას დავაკავშირეთ და ჩავსვით რა, შევკარეთ. მთელი ამ პროექტის განმავლობაში მონაწილეები ხანდახან ისე აღმოჩნდებოდა, რომ ერთნაირი ვიდეოები გადაიღეს. ამ შემთხვევაში ორივემ სროლა გამოიყენეს. ეგ როგორ დაემთხვა შენი აზრით? არ ვიცი. მაგრამ მადლობა რომ პინგვინს არ ესროლე. უბრალოდ კაკო პინგვინს არ ესროლე. ანუ მართლა არ ვიცი რატო როგორ დაემთხვა, იმიტომ რომ მე დავამარი უბრალოდ შევთანხმდით დღეზე რომ მე მივწერე მეთქი რომელ დღეს მიდიხარ თქო რომ დღეები არ დამთხოვდა და მარტო ეგ კომუნიკაცია ქონდა რომ დღეები აქცია ქონდა სროლის ორგანიზაციას მაგ დღეებში. თან ეხლა ლევანს რო ხედავ, მაინც და მაინც სროლაზე რომ უნდა დაბაჯო, ეგეთი რატო ჩდება ეგ აზრი? უცნაურია. სხვა რო ყოფილიყო ალბათ შეიძლება მაგას ვიზამდი ისე. გაკეთებაც არ უნდა დააძალო ადამიანს. მაგრამ არა ძალიან გაერთო. არა, ლევანს აქვს ერთნაირი სახე. ლევანს სულერთობა ძალიან ხიარული და ჯიგარია და. просто მასიურია და შეუფერებელია, აი რო უყურებ, თითქოს ეს ადამიანი არ უნდა ერთობოდეს, იმიტომ რომ მასიურია და დიდი არის რა, ჰალკი რო ერთობა ძალიან ის არის. აი ჰალკი კლუბში რო ნახო. ხო რაღაცნაირია. გვერდზე დგომა იყო უცნაური, იმიტომ რომ ძალიან მაღალი რო იყო, დიდი რაღაცა ისე. მე მასაკ აი ამ ხილა გული და საყვარელი ძალიან, აი ძალიან ჩასაყალაბი კაცია, მაგრამ რთული ჩასაყალაბი, იმიტომ ძალიან. გამოსწორებული, მე ეს ერთი კადრი მომეწონა, რომ გამოვიცანი ახლა ჩემი ოპერატორის და ამეთანხმება, რომ იარაღზე რომ წერა ეს გადაყირებული კადრი რა და ერთი ხეს გასწორდება იარაღს ვაწევს და კაკას ზუსტად გასწორდა კიდევაც და რაღაცები ნაფიქრი იყო რა. მაგრამ ხარისხი ისე არ მომეწონა. ხარისხი არის ოდნავ პრობლემა, იმიტომ რომ რამდენიმე კამერით არის გადაღებული ამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა ჩემი მეგობარი დამეხმარა, ანუ ერთი მეგობარი მთლიანად გამომყვა ამ გადაღებაში, იმიტომ რომ კამერა ქონდა და ვიფიქრეთ რომ პროექტი შენი ოსმოთი რატო არის? ოსმო 2 მაქვს არ იღებს რა, კარგი ხარის. ანუ ეხა ოსმო 3-ით, ეხა ვითხოვე და ოსმო 3-ით ვიღებდი, მაგრამ მაინც ეგრე დაჯდა რა ვიცი. ესე იგი პრობლემა ოსმოში არ არის. ჩემშია პრობლემა. ამდენმა კამერამ, კამერით გადაღებულმა და ბევრი მასალა იყო, არ ვიცი, კომპიუტერიც გაგიჟდა, პროგრამაც გაგიჟდა და აი კატასტროფა ხდებოდა, მაგრამ ნუ როგორღაც ავალაგე რა. თუმცა მაგას ჩვენ არ ვითვალისწინებთ, იმიტომ რომ ეს თანდები პროცესია რა. შენი აზრით, ამ პროექტის განმავლობაში ხარ ვიდეოებიც გადაიღე, ეს ყველა ჯობია თუ არა? ან რომელი მოგწონს? ყველაზე მეტად მოწონს გულშემატკივრების ვიდეო, რაც არ უნდა უცნაური იყოს, იმიტომ რომ რაღაცად ბუნებრივად ვიგრძენი თავი მაგ ვიდეოში გულშემატკივრებაში და ძალიან შევედი როლში რა, ანუ აი ძალიან ბუნებრივად ვიყავი და ეს ვიდეო მომეწონა იმ ხრივ, რომ უბრალოდ სამუშაოდ ეგეთი არც ერთი არ იყო რა. სამი სხვადასხვა ლოკაცია და პლუს რამდენიმე კამერა. აი რამდენიმე კამერა, ხმების დასმა და რაღაცები იყო, ცალკე ამბავი და მე თქვენთანაც ვაკითხვა, რომელი მოგიწონებოდათ ყველაზე მეტად? ვეთანხმები რომ გულშემატკივრების ვიდეო ალბათ ყველაზე მეტად მომეწონა. იმიტომ რომ ძალიან კაი პარალელები ქონდა თავის ამბავთან და თან ამბავი მოხდა რომ ვიღაც ახალი ადამიანი ჩაართო, შემოიყვანა, ეს რაღაცა ჯერნი გაატარა და ეგ მთელი პროცესი რაღაც ძალიან იუთუბერული იყო ჩემთვის და მომეწონა რა. მაგრამ ასევე ისიც მომეწონა აღმართიდან დაღბართამდე. გონდეც ხა. მეორე ეგ არის რომელიც მომეწონა. ძალიან კაია. მეც გოდედის ვიტყობი. და შენ რო თქვი რომ მაგ ვიდეომ რაღაც ცემლები წამომდინაო თუ რაღაც. ძი, ხო, ჩემთვის ტოპი. ემოციურად ალბათ ყველაზე ძლიერი ვიდეო იყო. კაცია და ბუნებაა. პირველ რიგში თამით დავიწყე მაინც რა, რომელიც ძალიან კარგი და ეფექტური იყო იმ შინაარსისთვის, რაც ქონდა ჩაფიქრებული, ძალიან მომეწონა და რაღაც განსაკუთრებული კომენტარები არ მაქვს, იმიტომ რომ ვიზუალურადაც ამბავი ხდებოდა, პლუს რაღაც დეტალები იყო, რომელიც მაფიქრებინებოდა და შევიდე რა. რა შეეხება ინტროს და გაგრძელებას, მომეწონა როგორც იყო დასათაფებული, ასე მომეწონა ის რომ კადრები გამოყენებული მერე რაც იქნება და უფრო ვიზუალურად, ბევრად უფრო უკეთესი ედიტი და მონტაჟი, არ ვიცი, დაიხმარე თუ არა ვინმე და ეგ შეგეძლოთ რომ გაიკეთებინათ, იმიტომ რომ ლიმიტირებული დროა და ამ შემდეგ. მომეწონა ეგ რომ რაღაც თავიდანვე
განსაზღვრე რა არის და მაყურებელს უთხრა რომ ესე მოხდება. მინი კომენტარებში შევიტანდი ინტროში ის რომ მიხედავთ იმისა რომ ლევანი ძალიან ცნობილია და რაღაცა მაგარი სპორტსმენია და ბევრმა იცის, შეიძლება ყველამ არ იცოდეს და კარგი იქნებოდა გაცნობა ლევანი არის მაგარი მკავიჭედელი რაღაცა, მაგრამ საინტერესოა მაგარი იქნება ხინკლის მოხვევაში ან რაღაცაში და მერე წაიყვანდი. ეგ ერთ რაღაცა შევიყვანდი. ყველაზე ძნელია რომ ისწავლო იუთუბერული ხედვა, როგორ უნდა ააწყო ვიდეოს ჩონჩხი და როგორ უნდა შეფუთო სწორად და საერთოდ ფოკუს რაზე აკეთებ რა. შეიძლება საერთოდ სხვა რაღაცაზე იყოს ვიდეო და ფოკუსი სხვა რაღაცაზე გადაიტანო და ამ რაღაცეების ესე ლავირებას როგორ ახერხებ. შენ ვიდეოებში მაგის პროგრესი იგრძნობა და კიდე იგრძნობა როგორ რაღაც ისი რომ კიდე ძალიან დიდი პოტენციალია. ეს არის შენი დიდი პლუსი. იმიტომ რომ ეს პროექტი არ არის იმისთვის რომ აი თქვენი იუთუბერული კარიერა დაიწყო რამდენიმე თვის წინ და აქამდე მოვიდა და მოშა ხო პირიქით არის სინამდვილეში ეს არის სტარტი და ამის შემდეგ სანამდე განვითარდებით და დაუშვათ 1 წლის შემდეგ ან 2 წლის შემდეგ ან 3 წლის შემდეგ სად იქნებით ეგ უნდა განსაზღვროს იმან თუ რა გამოცდილება დააგროვეთ აქამდე. ამ პროექტში ერთ-ერთი ეგ ვისწავლე მონტაჟი რა, ანუ იმას მივხვდი რომ შეგიძლია რომ მართლა სხვანაირად შეკრა ვიდეო რა, რაც ძალიან მომეწონა. მონტაჟში ხდება მთელი ვიდეოს ხო, შეკრა და ეგ ძალიან მომეწონა. ომარსაც დაუსვა ამ კითხვას, რომ წააგო ძალიან გეწყინება. კი. რატო? ალბათ იმიტომ რომ რაღაცა მიზანი მაქვს და რაღაცა ფეხებიდან გამომეცლება ეს მიზანი ცოტა ხნით ალბათ თორე მე რაღაცას მოვიფიქრებ ალბათ. ამაზე დამოკიდებული შენ მიზანს შეასრულებ თუ არა? დიდი ნაწილად კი. ერთმა ძალიან საინტერესო ადამიანმა მითხრა ეგეთი რაღაც და შენს გაგიზი არის რა. იუთუბერობა არ არის მარტო პროექტში მონაწილეობა რა. ჩვენთვის მაგიტო მნიშვნელოვანი, როგორ გააგრძელებ, რომ ჩვენ რაღაცა სასტარტო ბიძგი მოგეცით და ეგ იყო და ამ ფორმატმა ეგ მოგცა. რომ დაუშვათ, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც წარსულში გავარდა, ბოლომდე რომ მიეწოლა და გაეგზელებინე დამოუკიდებლად იგივე დავალებების შესრულება, დამიჯერეთ, რომ თქვენ შეიძლება ბევრად მეტი გულშემატკივარი გყოლოდათ. და ეგ არის მთავარი ამბავი და არა ის, რომ რაღაცა კონკრეტულ ფორმატში მონაწილეობ. და ამიტომ, როცა იუთუბერებს გადაწყვეტ, ესეთი დალაგებული, წინასწარ ინსტრუქტორირებული გზა არ გექნებათ რა და თქვენ უნდა მიაწვეთ ბოლომდე და მიიღებთ იმ შედეგებს, რაც გინდათ და იმედია, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს, შენ არ გაჩერდები და რეჟიმს არ გააჩერებ და ბოლომდე მიაწვევი რა. აჰა, პროექტი არ უნდა იყოს მაპროვოცირებელი იმის, რომ კონტენტი აკეთო. კარგი კონტენტი. მაგრამ ეხმარება სტარტში და ეგ ძალიან კაია უკვე. კულებს ახლა არ დავწერთ, რადგან ორივე მონაწილეს როცა მოусმენთ, შემდეგ ორივე მონაწილე დაგვტოვებს, ამას ქვია ყრუოთახი, სადაც შევლენ, ვერაფერს ვერ გაიგებენ და ჩვენ თქვენთან ერთად დავწერთ კულებს აქ ამავე ადგილზე. შენ მზად ხარ, გადაწყვეტილი გაქვს კულა უკვე? ჩემ თავში ხდება ძალიან ბევრი რაღაც ახლა. არა, ქაოსური მდგომარეობა. აი, უნდა დავულაგდე თვითონ. როგორ რაღაცა იცი, კამერაზე ხარისხს რომ ვაფასებთ დაუშვათ შენს ვიდეოში, რაკურსს ან რაღაცა იგეთ. შენ თუ რაღაცა მნიშვნელოვანი ვიდეოს გადაღება დაგჭირდება და შენი ცოდნა მაგაში არ ყოფნის, შეიძლება დაიქირავ ტიპები, ვინც პასუხისმგებელი იქნებიან, რომ კარგი კამერით გადაიღებენ, რაკურსზე და ფერებზე და ყველაფერზე პასუხისმგებლები იქნებიან, მაგრამ ვერ დაიქირავ ისე ტიპს, ვინც პასუხისმგებელი იქნება ვიდეოს ხედვაზე, როგორ უნდა აიგოს ვიდეო და როგორ უნდა გაკეთდეს და ეგ საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია, რომ იუთუბერული ხედვა ქონდეს, ასე ვთქვათ, და მთელ მსოფლიოშიც ძალიან დეფიციტური რაღაცაა რა. იმიტომ რომ თვითონ ეს პროფესია არ არის ძველი და არც წიგნები არის ამაზე დაწერილი და არც რაღაც უნივერსიტეტში ისწავლება. შესაბამისად, ვინც კი რაღაცას წარმოადგენს და რაღაცისთვის მიუღწევია, ყველამ თავისი ბევრი გამოცდილების დაგროვების ხარჯზე რაღაცები დაამუღამა და ეს ხედვა რომ ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიდის, ასე ვთქვათ, ყველაზე დასაფასებელია ჩემი აზრით. პოტენციალი არის, მაგრამ ჩემი აზრით 10% შეიძლება გქონდეს ახლა იმისი პოტენციალის გაგაჩნია რა. ამიტომ ყველაზე დიდი ყურადღება, დრო და ფიქრი იმას დაუთმე, ეგ როგორ 90% როგორ გააცოს ხო? ეგ როგორ ის ტექნიკური ცოდნები რაც არის, რაც მანამდე ვახსენე. ბევრად მარტივად მისაღწევი არის და დაქირავებად ის როლი. თავი არის რომ კარგი რაღაც გადაიღო. როგორმე აიტანს მაყურებელს უთხარისხს რა. თვითონ მისტერ ბისტსაც აქ მე ვიდეო, სადაც შეიძლება კადრი იყოს დამწვარი, მაგრამ აი კიდია ყველას, იმიტომ რომ ის სიტუაცია უხდება იქ რა და მორჩა. ამიტომ მაინც მეორე ხარისხოვანია ეს ტექნიკა რა, მთავარი არის იდეა და შეინახარ იუთუბერს. ჩემს საყვარელ ფაზას ვიტყვი, გაიქეცი ლეკო. და შეშლილ ექიმს უხმოთ ეს დავდოთ იქ, არ გამა. დაიღალე? არ გაგეცკენა, დაიღალე. რავაჩუკ. აი, მე დავიწყე. გამარჯობათ, მე ლევანი ვარ და ეს Wild Dog-ის არხია. აბა ამ წაში დათვები არ არიანო. ერთი ცალი არის. გავარჯობა მეგობრებო, დღეს მე და ლევანი ვაპირებთ ვიკემპინგოთ კოჯრის ტყეში, გვექნება 4 გამოწვევა და ეს გამოწვევები გადაწყვეტს ვინ უფრო კომფორტულად იკემპინგებს. პირველი ჩვენი ჩელენჯი იქნება ბარგის წაღება ლოკაციამდე და ვინ წაიგებს ამას გადავწყვეტ თამაშით, რომელიც იქნება ხვალდახუჭული ჯეირანის თამაში. ოპა! გამარჯვებულს გამოავლენს ჩვენი პროდიუსერი. აბა მზად ხარ ლევან? შემდეგი ჩვენი სტუმარია ბატონი ომარი მოვიდა.
აუ მოიცა ერთი თავიდან შემოვა. თავიდან შემოდი, მართლა ძალიან ცუდი შემოსვლა იყო თავიდან შემოდი. ნასკის ზედა მხარე უჩანდა და გაის ძალიან კაი. ეხა ბევრად განსაკუთრებული ხარ რომ? სო, შემეცვალა მეც დამოკიდებულება ქულებზე და ყველა მასკის ვაღარ ხედა. აი ეს იყო მან აი თავიდან ვაუ! მართლა ვიზა ომარ თავიდან შემოვიდა ძალიან ცუდი იყო, იმიტომ რომ ზონარი ქონდა გადმოგდებული, ომარი გავიდა, გაისწორა ზონარი, აი ეს გააკეთა და შემოვიდა. ბევრად ეფექტურია ეს შემოსვლა. და მე მგონი ამის გამო უნდა მოიგოს ომარმა დღეს რომ ზონარი, იმიტომ რომ ვერ იყო შემოვიდა ორივე ზონარი გადმოგდებული ქონდა. მართლა ეგ როგორ გამოგებოდა? ჩემ თვალს არაფერი გამაიპარა. ომარ როგორ ხარ? კარგად თქვენ როგორ ხართ? მე კითხავ ისეთ რაღაცას აბა და თუ ხარ მზად. მზადო ვარ. ეხა მოხდება სიგიჟე, მიდი. საათს ნახავ რომელია? დაინიშნე კარგად. ომარ. როგორი განწყობით იყავი ვიდეოს გადაღების დროს? მაგარ განწყობაზე ვიყავი ვიდეოს გადაღების დროს. დაგეგმვის პროცესი იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ ერთი ლევანზე გავიგე რომ ჭამაუყვარს ზანო და 50% ვფიქრობდით რა წაგვეღო ლევანისთვის საჭმელი და 50% რა გადაგვეღო. აღმოჩნდა ისე რომ ან სამი მანქანით წავედით ერთ მანქანაში სულ საჭმელი იყო და ლევანმა ჭამა მარტო ერთი ნაჭერი ხაჭაპური. ეგ არის მთავარი პრობლემა? ვიდეოს კონცეფცია როგორ მოიფიქრე და ლევანთან ურთიერთობაც როგორი იყო? ლევანთან ურთიერთობა იყო იდეალური, ან ძალიან მაგარი პიროვნებაა, ძალიან ახლო კონტაქტში შევედით ერთმანეთთან, გაცნობის წუთიდანვე ძალიან დავახლოვდით. იდეა მოვიფიქრე, აქედანვე მოვიფიქრე, უბრალოდ კაკოს სიტყვები მაშინებ და ეხა ტყეში ნუ წაიყვან ლევანსო, თავიდან მომითხრა არა და რა ვქნა მეტი არა, მე გთქვი? ხო, თუ არ უწორდება არ წაიყვანო თქო, აი გითხრა. ხო, ეხა ტყეში ნუ წაიყვან სულო და მეთქსაც წავიყვანო თქო და თან ლაშას ვეუბნებოდი რომ კაკომ ესე მითხრა თქო და რა ვქნა წავიყვანო თუ არა თქო და არაო წაიყვანო, შენი თემა არისო და პირიქითო კარგი იქნება. არა, მე დავაკონკრეტებ და შენ მიგითხარი რომ თუ ლევანს არ უწორდება და არა კომფორტულ გამოცემაში იქნება, ნუ წაიყვანო. თუ ეთყოდი რომ კი და არა. შეიძლება მე არ ვივლოვდი და ვერ გავიგონე კარგად. იძახია რომ თვითონ ჰალკმა მოგცა Facebook-ზე დასპონსორების ფული. ომარმა მეგობრებო, ჩემოდნებით წესების მიხედვით გააბუქე ჩემოდნებით თანხა მოიტანა გადასცა ცუკუმბერგს როგორც რომელიღაცა პროექტებში იციან და ლომბარდა სახლი მოაგროვა ბევრი მანქანები ფული დაყიდა დონაციის ლინკი დადო და და ეს ფული ჩაასხა Facebook-ზე დონაციაში რომ $12 თავისი ვიდეო $12 და დაიგროვებინა ნახვები. მოკლედ პროექტის წესების მიხედვით დასპონსორება ვიდეოსი აკრძალულია. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ რაღაც მომენტში ეშმაკმა გაიღვიძა. ეშმაკა მოდი გაიძა. ომარი მიგითხრას თვითონ ხوارჯობია. რეალურად არ ვიცოდი და ზუსტად ჩაირთო 10 თუ 20 წუთით. და ანუ ერთი დიდი პრიკოლი ჩაირთო, თავისი მოხდა. დაიჭირა, მაგაცები ხო? ვიჯექით. არა, მაგაცები ვიჯექით. შიოდა, მაგრამ შაურმა შეკვეთილი ჰქონდა და მიტიო შენცო დავუშვიო რეკლამაო რაღაცაო და მე ისე მოხდა რომ მართლა და იმ ძმაკაცმა გადაგითვალო 20,000 ანუ ნახე რა გაუგებრობა მოხდა იცი მე მეგონა თვითონ YouTube-ზე YouTube ვიდეო სპონსორობა არ შეხ. ხო, ნუ შემეშალა, ანუ ვაღია, ხო არ ვიძახი რომ არ გამიგეთებიო. შემეშალა და ანუ ჩავრთე ეს ბუსტი 10 თუ 20 წუთი იყო სადღაც დაახლოებით და აი აჩის SMS რომ მივიდა თან შაურმა უნდა მოსულიყო და ეგრევე იმენა აი შაურმა კი არა, ანუ ყველა მithოხლავა ჭამა საჭმელი მე წამოვედი ისე მშიერი, ხო, ნუ შემეშალა რა. ის შაურმა ვინ შეჭამა შენი? ჩემი შაურმა დავტოვეთ იქვე რა. ან მოკლედ მაინც გავაჟღეროთ თავიდან ბოლომდე სრულად, რომ ომარმა Facebook-ზე დაბუსტა შორტსი, სადაც მომენტი იყო თავისი YouTube-ის ვიდეოდან და ამ YouTube-ის ვიდეოს ლინკიც იყო. და ჩვენი წესების მიხედვით, ანუ დაბუსტვა არც YouTube-ზე და არც არცით პლატფორმაზე არ შეიძლება, იმიტომ რომ აკრძალულია. ეხლა უკვე ომარის პასუხით მოვისმინეთ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჩვენ რაღაცა გვაქვს სურპრიზი, სანქციები. ხო, ანუ ეცადეთ რომ და მაქსიმალურად არავის ეგროს ყველა კეთილია. ეცადეთ რომ მაქსიმალურად შავი საქმე შეასრულე, კაკო. როგორც ყოველთვის ისე მე უნდა ვიყო განტევების ვაცი. პროექტის ორგანიზატორებმა ეცადეს რომ რაღაცნაირად ეს უნდა ყოფილიყო მაგალითი იმისთვის რომ წესების არ გათვალისწინება მოხდა. მაგრამ თან ფინალია და ყველა მონაწილესთან საუბრით მივედით ეგეთ გადაწყვეტილებამდე. ომარს დააკდება Facebook-ზე შემოსული ყველა ნახვა და ამის მიხედვით დაითვლება ქულები და ასევე იმის გამო რომ ეს შეცდომა თუ რაღაცა გაუაზრებელი თუ გააზრებული მნიშვნელობა რა დაუშვა, ამის გამო -1 საჯარიმო ქულა დაეწერება და საბოლოო ხმების დათვლისას ეს -1 ქულა მიიღებს მათ შორის მონაწილეობას. ეს -1 ქულა არის რეალურად ნახვებიდან გამომდინარე ფორმულით ვითვლი, იქ იქნება მინუს ვითვლით იმაზე -1
ჩაგიტანე წწყლეთური ჭერ ადამიანს. ბიჭო, ნახვები და ლაიქებიდან დათვლილი ქულები რაც იქნება და როგორც წერდით ხოლმე ფორმულის ქულას 10 ბალიანი სისტემიდან ამის -1 ქულა იქნება იდეაში რა. Facebook-ის ნახვები გამოკვდება და მე -1 დაეწერება და ეს ანუ გაცილებით რთული სანქცია შეიძლება ყოფილიყო მათ შორის დისკვალიფიკაცია უბრალოდ მე გვესმის ამ ამბის რომ რაღაც გაუთვალისწინებელი ეგ უნდა Facebook-დან არ ითვლებოდა და ძალიან ცოტა ხნით იყო გაგზელებული ამას არ მოხდინია შედეგები ვიდეოს ფორმატზე დაახლოებით 1900 ნახვამდეა საუბარი რომელიც ჩამოკვდება და ქულას მნიშვნელოვნად არ ცვლის მაგიტომ მივიღეთ ამ ქულის დაკლების გადაწყვეტილება რომ ჩვენთვისაც გამოწვევა იყო და ვეცადეთ რომ მაქსიმალურად სამართლიანი იყო და იმედია დამიდასტურებენ მონაწილეებიც რომ ეთანხმებიან ამ ყველაფერს და არ დაგვაბულინგოთ ხალხო წესები თუ დაირღვევა ვიღაცა პინგვი შეეხება უნდა დაისაჯოს გემზე უნდა დატოვო ასევე ომარს ჩამოერთვება მართვის მოწმობა ერთი თვე ზონარის შეკვრის უფლება არ ექნება ძალიან კაცი ხარ ჩემი აზრით. ეს ბოლო აღარ უნდა მექნა. ომარ, რას ვიზავთ? მოხდა რა. ყველას გვაქვს ცხოვრებაში ეგეთი მე მაგალითად ის რაღაცა ის წუთები მეზიზღება ახლა ჩემ ცხოვრებაში. ვინც მართლა გადმოვიდა რეკლამის გარეშე მთელი სამეგობრო, ვინც გულშემატკივრობდა მაგათთან ბოდიში მინდა მოვიხადო, იმიტომ რომ ანუ მაგათი აქტიურობა გაქარდა. 1900 კაცი ყავს სამეგობრო. ანუ მარტო ჩემგან არ იყო, ანუ ჩემი მეუღლე ისე აქტიურობდა, მარტო მაგის პოს 120 გაზიარება აქვს და გადმოვიდა იქიდან ხალხი რა. გვესმის, მაგრამ ციფრები ნუ გასაგებია. ნუ 2%-ია დაახლოებით. ყველაფერს 2%-ია დაახლოებით. ყველაფერს თელი ნახვებს. ხთები მაგრად. ჩემგან ყოველთვის უცელდები, მაგრამ გეტყვი რომ ძალიან გამისწორდა ეს ვიდეო. შენ ყველა ვიდეოს რო შევდო, ჩემთვის ყველაზე კაი ვიდეო ეს იყო რა. იმიტომ რომ რაღაც დასათაფებულიც კარგად იყო, ინტროშიც კარგად იყო. თაბნელი არ მომეწონა სხვათა შორის, იმიტომ რომ სათაური იყო ეგეთი რომ გაუძლებს კემპინგის გამოწევას ლევან თუ არ ვწდები, ხო? და თაბნელზე იყო ესვრის პინგვის. არ მეურდება კი, მაგრამ არც ავსებს ერთმანეთს. არ მოიგ უნდა ავსებს. მაგალითად, კარგი იქნებოდა ვერ ვეტევი, ლევანი ამბობს კარავშია და ვერ ვეტევი და ბაზარი არა, ეხლა გავიძლევს, ან მაგით უფრო მიხვდები, ვიდრე ანუ სხვა რაღაცას აკეთებ საერთოდ რა. თამნელი და სათაური ერთმანეთს უნდა ავსებდეს რეალურად, შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ ერთმანეთს უნდა ავსებდეს და ერთ იდეას კრავდეს, რისი გაკეთებას გინდათ. რა შეიძლება ინტროში დასეთაფება მათ შორის ის რომ ბლარში ქონდა რაღაცები გამოტანილი და ჯერ არ ვიცოდი რა მოხდებოდა, ეგენი შენ ვიდეოებიდან ყველაზე კარგად ქონდა შეკრული ეს ამბავი. ერთადერთი ჰაილაითები თავიდან ერთადერთი რაც არ მომეწონა და რაც მე ვიგზენი და არ ვიცი შეიძლება ვწდები კიდეც, არ მომეწონა ის რომ თქვენი დიალოგები ძირითადად იყო დადგმული. წინასწარ იყო გააზრებული, ამას ვიტყვი და მე როგორც მაყურებელს ეგეთი შეგრძნება დამებადა რა. YouTube-ს არ უხდება დადგმები, უბრალოდ ტყუილები არ უხდება რა. ორი ფურცელი ტექსტით მიდის ხოლმე იქ გადასაღებად, ბიჭო. ჰა. არა, ჩვენ რაღაც. მე შეიძლება მაგალითად მოვიტყუო ვიღაცებს მოვატყუო რომ პინგვინმა მიკმინა პირობითად რა ეგ ტყუილი ასწორებს მე ძალიან ხშირად ვიტყუები მაგას რა მაგრამ მაყურებელი თან მიმყავს და ვემუნები რომ მე ამათ მოვატყუებ მაგრამ როცა მაყურებელი შენ გვერდით არ არის და რაღაც სცენას აჩვენებ ისე რომელიც რეალურად ეგრე არ არის იმიტომ რომ ეგ არ არის ლევანის ბუნებრივი რეაქცია ეგ არის თქვენ წინასწარ შეთანხმებული ამბავი რომელზეც ლევანმა უნდა გითხრას რომ ბაზარი არ არის ანუ შენი მიზანია რომ მაყურებელთან ყოველთვის იყო თუ იტყვი რომ აი ახლა დავდგამთ რაღაც სცენას და გავაკეთოთ მაშინ ბაზარი არ არის მაგრამ ეგ რო ორგანულად ასაღებ იმას რაც არ არის ორგანული შემ შემთხვევაში ეგრე მოიტანა შეიძლება არც იყო დადგმული მაგრამ აი ეგრე იკითხება და ეგ არასწორებს და ყოველთვის ეცადე ეგ რომ ანუ მე თუ მაინტერესებს ლევანი ადამიანი დადგმით ვერ გავიგებ მაგას რა მე გავიგებ იმით რაღაცას რო ვეტყვი აბა რა რეაქცია ექნება ლევანს ეგ ძალიან მნიშვნელოვანია მაგისთვის და ერთი ეგ არ მომეწონა მიუხედავად იმისა რომ კარგად გამოდის ეგეც და სასაცილოა და ეს ჩელენჯები რაც იყო ის ბარგის წაღება ლევანს უნდა წაიღო ბარგი შეშა ლევანს უნდა დაეჩეხა მაგრამ ლევანმა რაღაცა კონტაქტი ვერ შედგა მანამდე ჩვენ და მითხრა რომ მე ტრავმა მაქვს და მძიმეს ვერ ავწეო შეშას ვერ დავჩეხაო და მე გადავეწყვე ისე რომ მე გამეხადა რაღაცა სასაცილო რა ის ბარგის წაღება და ის რომ უბრალოდ ბაზარი არის შენ შეგიძლია მართლა მოიფიქრო მანამდე რა სიტყვი მაგრამ ლევანს არ ათქმევინო არ ვიცი ლევანს ეგ ხო ლევანს არ ათქმევინა ლევანი შემოიყვანა ორგანულად თორე რაღაცები ჩვენს ნაფიქრი გვაქვს სხვადასხვა ლევანი ბევრ რაღაცას თვითონ დამოუკიდებლად იფიქრებდა და ძალიან დიდი პატრიოტიზმი ჩემგან ვიტარ მეც გავაკეთე ეგეთი მსგავსი ანუ რაღაც თვით გადარჩენის ამბავი გავაკეთე და ძალიან ვიწვალე იმიტომ რომ ძალიან არ გამისწორა მთელი პროცესი რომ აი კამერა უნდა აიღო მე აქედან აიღო გადაიღო გამოიღო და მაგარი რთული ამბავია რა აი ეს კამერა იქირავე თუ ანუ მეგობრები დამეხმარეს გადაღებაში სხვადასხვა ეგ კაკოზე ხმრობა ძალიან გამის აი ძალიან კაი იყო ეგ ხო და ჩემთან იყო 50% რეალობას შეეხები და მაგაზე ხმრობა მაგარი გაიგებს რა გრაფიკები ძალიან კარგად იყო ხო და გადავედი პრემიერ პროში რა $80 კი ჩამოვაჭრა იმ ანუ რომ მოვიგო ტექნიკა უნდა ვიყიდოთ და საორგანიზებელი ფული გვექნება რაღაცა თემებისთვის იქ ბევრი რაღაცა დასაგეგმი და დანარჩენი თანხა რაც დარჩება მინდა გავაკეთო ფართი იუთუბერებისთვის რა იუთუბერების ფართი ეგ ვერ მივხვდი აუ ერთ მაგიდას გავშლი და თამადა იქნებინ. ანუ მაგას გეგმავ ხო რაღაცა სახლს ვიქირავებთ რაღაცა და ფართი? ვაფშე სხვაგან წავედი. შეიძლება ეს კვადრატულ ფართი სხვა შორს მიწებზე აგერ
ბიჭო, მე მეგონა რომ იუთუბერი შენი პარტი წარმოიდგენ, არა, ბიჭო, იმენა კეიფობა. პურიჭმა. პურიჭამა. პურმარილი. დადებითი მაგარი კაცი ხარ, მართლა? არა, მართლა, ანუ მე ჩემთვის ყველაზე ტოპ ვიდეო იყო. შენი მიუხედავად ამ შენიშვნებისა, ჩემთვის შენი ვიდეო ეხლა რაც გააკეთე, აქამდე გიკეთებია, ტოპი იყო. შენი აზრითაც უცებ დამიდასწრე თუ ფიქრობ რომ შენ ახსნე საუკეთესო ვიდეოა. კი. მე ესე ვფიქრობ. კადრები ძალიან კარგი იყო. FX 30 იყო გადაღებული და მაგით. კარგი იყო ასევე რაკურსების შერჩევა. ეგ მივხვდით უკვე რატოც იყო, მაგრამ კარგი იყო. ძალიან მაგარი იყო იუმორი, როგორც ლევანმა რამდენიმე ხუმრობა რაც გითხრა ამ კადრში მაგალითად. ფინანსი როგორ გახვედიო? ძალიან ორგანულად გამოვიდა შენი იუმორი და მისი იუმორი თითქოს რაღაცნაირად ახლოს იყო ერთმანეთთან რა. საშუალო ეგ რო თქვა უკიდან ზუკას სილუეტი ამოვიდა. სულ ამბობდით ამას, მაგრამ შენი პერსონა როგორც არის, ვიდეოში სულ კარგად იყურება და სულ მხიარულ განწყობაზე გაყენებს. ომარ არ შეიცვალ. ეგ ნიჭი არის უბრალოდ რა, ეგეთი ნიჭი გაქვს, რომელსაც უნდა მიცე გაღვივების საშუალება მომავალში. უნდა დააფასო ეგ მოუარო. როგორც კალა აღივებს დილით ჩიას. აი სად გაიხსენე. ჩვევა მართლა? გაუ ჩიას აღივებ და რაღაც ის. ეცადე რომ ეგ წამოწიო წინა პლანზე და მაგის ირგვლივ აწყო ყველაფერი. ბევრად მაგარი ვიდეოები გამოგივა რა. სულ შენ რატომ იყურებ ესე? ვცნობდი თიძე მეკვინა და ვერ დავიჭირე. სხვათა შორის ანუ ეხლა მე რასაც გეუბნები მახარაზე ათში აკეთებს მაგას წლებია. რომ გააღვიოს და აი ესე გაღვივებული ადამიანი ზისაა გახლა. მოდი ტყუილა იმავშევით, მოდი ეს გადავცეთ ჰიტას რა. უხერხული პაუზა იყო. ვერ მოიფიქრე რა გითხრა თუ რა მოხდა. და მოკლედ ამ საბოლოო ჯამში ესე რომ შევაფასოთ, ძალიან კარგი ვიდეოა. დაასრულე ბიჭო, დავიტანჯე რამხელა პაუზები გაქვს. სიტყვებს შუა გავგიჟდით ჩემი. თუმცა უყურებს ხალხი ჰიტასაც, მიუხედავად იმისა, რომ დიდი პაუზები აქვს. მადლობა, ომარ, იგივეს გეტყვი. გაიქეცი, დაგველოზე. ვეროს შემოვიდეს, გამარჯობა ვეროსო, ისე მოგესალმებით. ეხა ორივე ხართ და დღეს გვაქვს ახალი რუბრიკა კომენტარები. აუ ძალიან კაია რომ პატარა ასოებით დაწერეთ მართლა. დააფიქსირეთ აი ეს მდგომარეობა და წავიკითხავ ხო კომენტარს. მახარ კაკოსკენ რატო ხარ ზურგით სულ? ნერვები მეშლება დაელაპარაკე კაკოსაც რა დაჟილი ბავშვით ყავთ. ეს კაკო თავის ვიდეოებში რა მხიარებდა და სხვაგან რა უჟმურია. აი მე არ ვიცი ხა უბრალოდ შემთხვევით წავ. შენ ჯერ უპასუხე ამასთან. ზურგით იმიტომ ვარ რომ კაკოს აქ ძალიან ცუდი აურა. მანგრევს. კაკო იყო მარტო და ჩვენ შევიფარეთ. კაი, ეხლა მეც უპასუხებ ამას. რატო ვარ უჟმური აქ? იმიტომ რომ მე აქ მაქვს როლი მორგებული რომ ადამიანები მაქსიმალურად გავაკრიტიკო. ეს არ არის ეშლისთან ბრძოლა. ეს არის მონაწილეების კრიტიკა, რომ ისინი განვითარდნენ. და მაგიტომ მაქვს ეს როლი. მაგრამ შეიძლება ვთქვა მე კაკო ვარ დოპამინის სამსეკრეტო და უცებ იქცე. ხიარულება ეგ არის. თავის ახსნა ხიარულება. ბიჭო, იმიტომ რომ მე იმ ფორმატში ვარ ეგრე. ანუ ეგ არის სხვადასხვა ფორმატები გვაქვს ადამიანებს და უბრალოდ პაულობ იმ თავისუფლებას, როცა იქ ვარ ხიარული და მაშინ ვიღებ ვიდეოს რა. Wild Dog ერთი ხმის ტემპში ლაპარაკობს და ცუდად ხვდება ყურში და შემშვენიერია. არაფერი პრობლემა არ მაქვს თუ შვენიერია. რას ფიქრობ, ბაბა, ერთი ხმის ტემპში საუბარი ცუდი არ არის, გაწონასწორებლობაზე მიუთითებს. გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვიდეოში ვიხილავთ ყველაფერს კარგს და ჩვენი სტუმარი იქნება მისტერ ბისტი. გამარჯობა მეგობრებო, უხდება ხანდახან. ეგ ვიდეოსაც უხდება. ხასიათის მიხედვით. აწევა ერთმანობაში არ უნდა იყოს. აი მახარამ ერთ მომენტში ისევ გადაგდო თავი და მოიწინა. მონაწილეს მიმართავ რომ მახარამ თუ არ შემოგხედა და თქნარება დაიწყო, მად მორჩა. ეს ისაც ვიცით, იმიტომ რომ მე ჩემჩნევია და მე კაკოს უყურებ ხოლმე ან ჰიტას. ამ თქნარებ მართლა? მძინავს კიდევაც. ვაუ. შევა გაგიჟდა. ჰიტას რომ 160 პლუსი აწერია, მაგან გამახსენა სამეგრელოში რომ თხილის მიღების პუნქტებს აწერია, თხილის ფასი 8 პლუსი. ჩააბარებ და 400 რო გაძლევენ. ამაში მართლა სრულად ვეთანხმები. რა გაშიში იყო? აი, შენც ვითომ 160 პლუსს, მაგრამ რომ აი რო დაგელაპარაკები 87 მაქსიმუმ. მართლა. ვერ მივხვდი ვერაფერს. ეგ არის. მაგას გეუბნები, ეგ არის კაკრას, რომ ვერ მივხვდი. 80-ია შენი IQ. ანუ 160 პლუს ხო აქ IQ, მაგრამ რო ვერ მივხვდი, რეალურად ეგ არის შენი IQ. 60. ეგ ვერ მიხვედრა შენი რეალური IQ. მოიცა კაცო, ომარის კომენტარი მოდის ახლა დაემატება, გიდი? კაკო ძალიან კომპეტენტურია, მახარა ძალიან სახალისო, ჰიტას როლი ვერ მოუფიქრე ჯერო, მაგრამ კაი სამეულია. მე მართლა ერთ კომენტარი ძალიან კმაყოფილი ვარ. ჰიტა შენ ნაგაო. აი ჰიტა შენ ნაგაო, ფუ ვერ გიტან მეზიზღები.
მიხედავთ იმისა, რომ ხანდახან აგრავენ და ეს ორის დუო მაგრად მიდის, მგონია რომ კაი სამეული შევიკრიბე. მართლა ისწრაფა კიდე რომ ჰიტა ეგ სათვალე ჭკვიანი რომ გამოჩნდა, მაგიტო კეთია, გაიხედე ნორმალურად. კიდე ერთი მაგ ჰიტა ეგ დალალები რო გაყრია, გონია გიხდება? ფუ. ვის ეფლექსავები რას გევხარ? ძალიან ბევრი მაგ კიდე. ეს სხვადასხვა ფეხსაცმელები რო გაცვია, ვის აგოიმებ? ან ნორმალურად ჩაიცვი, ან აქაც იგივეა რას გევხარ. ძალიან ბევრი კომენტარი რომელიც შენზე წავიკითხო. ვაფშე მახარაძეც არის, ნახე. ჩემი არის. მახარაძეც არის. კაკოს საუბარი დაასაძეთ და კიდე ტელეფონის გამოყენება შეჭრიდა გადაღების დროს რაღაც არაპროფესიონალად გამოიყურები. მახარ ძალიან ცუდი ტიპი ხარ, მაგრამ ჰიტასთან შედარებით ღმერთი ხარ. აი გიყო. შენ უიცი მიეგრე. თქვენ მაინც ნუ იცი. კაკო რას პროფესორობ? ასე უნივერსიტეტის ლექტორია პროფესორობს, ვისაც 30 წელი აქვს ნასწავლი, რა ფიქრის ბიჭო? ხანდახან მეც კრინჯავს ხოლმე ჩემი თავი. გულში არაფერი ჩაიდო ძმო. ანუ იმდენი პლასტიკური ოპერაცია არსებობს, რომ აი უკეთეს გაგხდიან. როუსტი, ამ პროექტის დამარცხებული ჰიტა გამოვიდა. შენზე იძახია რომ 2 დღით ადრე ხედავსო რაღაცეებსო რა. მაგ სათვალეში შეუძლია რომ 2 დღით ადრე დაინახოსო და მართალია. თქვენ მოგხედავთ მეგრე, მაგრამ ჰიტა ზედმეტსახელი. ხა მომდოს უფრო ეცინება. ჰიტა ზედმეტსახელი არის მეგობრებო ფაბლი. ფაბლი? ფაბლის ტელესკოპი არ გაუშვეს რა ერქვა ბოდიში. ფაბლი და ის კიდე ვაფლი. აი, შენმა IQ 5-ით აიწია, ყოჩა. ფაბლი. მიხეილ საგარეო იუთუბერი ყოფილიყო შენ იქნებოდი. შენ იქ რამდენი გაქვს? იქ იმდენი მაქვს რომ ვერ დაითვლი, მაგრამ მე მგონია რომ აი შენ მე ვლაპარაკო მერწყულზე, ქალწულზე, თხის რქაზე, რაღაცეებზე, აი რაღაცა რა. მე ძალიან გამისწორდა თქვენთან თანამშრომლობა ბიჭებო, იმედია საქართველოს ბანკი ხელს შეუწყობს ამ თანამშრომლობის გაგრძელებას. და ხო არ გავიგოთ საქართველოს ბანკმა ვის შეუწყო ხელი განვითარებაში. ჰიტა მის მანქანა რაც იყიდა ძალიან აუარდა თავშიო. რამდენს გიწვავს ძმა? ამ პროექტში მახარა უფრო კარგად გავისანი და რომ დავინახე მისი გული რამდენად თბილი და კეთილია, კიდე უფრო შემიყვარდა. თუ არ ჩავთვლით ბოლო ეპილოგი, ახლა რაც არის სიტყვებს რაც წერან მითხრა, გულთან ახლოს არ მივიდან პირიქით. მინდა რომ მიწა გასწრეს და ჩამიტანოს. ვაპატიებ და ყველაფერს კარგს უსურვებ ცხოვრებაში და რაც კი ადამიანს შეიძლება უსურვო, კარგი ყველაფერი მახარას კონდეს. ყოჩახ მახარ, შენ არც კი ამჟღავნებ რამდენად დიადი ხარ. ჩემი სიდიადე. და მე? აი ერთი ანდაზა მაქვს ესეთი რომ მძიმე თავთავი თავს დაბლახრის რა. სუბუგი ასე ქანაყოფს. მოიც კაკოსის ფერზე ხელი არ დამიდია, კაი ხანია. შემოტრიალდი, ჩემს კი შემოტრიალდი. ეს პირველად დავინახო ჩემს. რატო იცი? იქ პუბლიკა არის იქ რა და ინსტინქტურად აი პუბლიკაზე ვთამაშობ, ხო ხდები? ეგ არ მიფიქრე. კაკოზე ვიტყვი კიდე ერთ კარგ რაღაცას თუ შენ მარტო არ გაქვს მაგაზე ავტონომია. ბზანე. კაკო არის ადამიანი, რომელმაც Twitch შემეცნებით დაახლოებით 1 წელიწადში იმხელა ნახტომი გააკეთა. მის YouTube არხზე ის ხო აისახება გამომწერების რაოდენობაში, მაგრამ ეს დაახლოებით 2%-ია მხოლოდ იმის, რაც მან მენტალურად გააკეთა. თუმცა კაკოს მანამდე მაგრამ მაგას ვაჩვენებს სხვა გუნდში იყო. და ნელ-ნელა კიდე კაკოს პირობას გაძლევთ რომ სხვანაირად დაინახოთ მის სიდიადეს. ბოლოს ჩემზე რამე თქვა. ტაში მეგობრებო. ემტო არ მინდა რომ კაკოსი რომ ამის მე მორჩეს. როგორ უნდა მოვდუნდე ამ სიტყვების მე აი არ ვიცი. როცა დაინახავთ ეს იქნება ინტროში. რამ მიმიყვანა სიდიადემდე. რატომ გავაკეთე ეს ყველაფერი ვიტყვი და ჰიტას კრეატორი არ არის კაკოტორი, ამიტომ გავაგზელოთ ძალიან ჩემი ეგო ცოტა მერყეობს და ძალიან ანუ ადამიანის შექებაში ძალიან კარგი ვარ რა. ნორმალური რა. როუსტებში? აი, შეიძლება რომ ვაზინი. შენ არ ელოდება ხალხი როუსტს. შენ არ ელოდება ხალხი როუსტებს და თან მე მგონი გამომდის. არა, ჰიტა არის ძალიან მახარასთან მაგარი შექმენი რა ქვია. ჯაჯერი, ჯაჯმენტერი. გაჩერდი ხარ თორე დაგაშეიმინგებ. თუ გახსოვთ რამე კომენტარი, რომელმაც თქვენ რაღაც ან мотиваცია მოგცეთ, ან განსაკუთრებულად დაგამახსოვრთ ან მე არც ერთი კომენტარი ყოფილა. დადებითი კომენტარი ჯობია რომ თქვათ. ვიღაცამ დამეწერა თუ არ ვცდები ან გულშემატკივრებიდან ან გოდერძიზე რომ რაღაცა ჩვენოდები ინსპირაციული და ემოციური არის და მაგ დროს დავფიქრდი რომ ეგ ხდება რაღაცა ძალიან ბუნებრივად და მაგან უფრო კიდე მიფიქრე იმაში რომ ოკეი მოდი მივუშვი და მართლა მეგონი შენი ახლობლის კომენტარს უფრო გავს. არ გაჩერდეს ახსე არ უყურებ ჩემი. ჩემი კომენტარი ესე განსაკუთრებული არ მაქვს, მაგრამ პირველი ვიდეო პროექტისთვის რაც გადავიღე, მაგ ვიდეოთი მეგონა რომ ვარდებოდი საერთოდ რა, იმიტომ რომ სხვა რაღაცა მქონდა მოფიქრებული, სხვა რაღაცა მოხდა და
რეალურად კარგი ვიდეო გამოვიდა და ერთ-ერთმა ადამიანმა დამიკომენტარა იქ, ვინც ანუ რეალურად მე გულით რისი გაკეთებაც მინდოდა, ის აღწერა იმ კომენტარში რა. სიჭინავა ქვია, გვარი აწერია, მარტო სახელი არ ვიცი რა ქვია. მაგაზე მე ერთ პატარა მინი კომენტარს გავაკეთე. აუ მინი ძალიან მართლა მინი კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის რა და იცოდეთ რომ თუ ვიდეო ნახეთ და რაღაცა იგზენით თუ გამოხატავთ ყველა ძალიან გაგვიწორდება იმიტომ რომ ყველა კომენტარს ვკითხულობთ რა და იმ დროს მით უმეტეს როცა ცოტა სახიფათო ვიდეო ან ცოტა გამომწვევი ვიდეო დადი ან რაღაც ვიღაცები შეიძლება დაგაბოლინგონ თქვენი ეხა მე მჭირდება თქვენი კომენტარები ხშირად ცვლის ჩვენ განწყობას და ჩვენ შემოქმედებითობის უნარს იმიტომ რომ ის ერთი კომენტარი ძალიან ცვლის და ვაფშე ანუ ძალიან underrated არის კომენტარები რა მოგცემთ ეგეთ რჩევას როცა ვიდეოს გაკეთებას გადაწყვეტ ის საუკეთესო კომენტარები აიღეთ დაიდეთ და წარმოიდგინეთ აი ამ კომენტარის ავტორს ეს ვიდეო გაუსწორდებოდა თუ არა ეგრე იფიქრეთ რა და არ იფიქროთ მასშტაბური იქნება ეს ვიდეო თუ არა თუ ეგრე იფიქრებთ საუკეთესო ვიდეოები გამოგივათ იმიტომ რომ იმ ადამიანებს თუ მოაწონეთ თავი ვინც თქვენთვის ღირებულია და სწორად აღიქვათ მაშინ ყველასთვის ძახერო სახში ყველა კარგი კომენტარი აქვს ამოგებული და კედლებზე აქვს მე ეგ ვაპირებ მართლა ვაპირებ ოფისში ვაპირებ გადასვლას და საუკეთესო კომენტარები მინდა ამოვიღო და კედელზე გავაკრა იმიტომ რომ როცა ვიდეოს გაკეთებას გადავწყვეტ მაგ კომენტარებით მივხვდე რომ ისეთი ვიდეო უნდა გავაკეთო რომ თამბნეილებიც ამობეჭდი და კედელზე თამბნეილები არა მაგრამ კომენტარებს რომ დაინახა უცებ სხვანაირად შეგიძლია ანუ შენ მართლა ეხლა ახალი ვიდეო რო გააკეთო სანამ იმას იფიქრებ რომ რეიტინგი ექნება იმაზე რომ ვიფიქრო რომ ჩემმა საუკეთესო გულშემატკივრებას დაევასება თუ არა ამის კეთება მაგას რო ვიფიქრო ბევრად მეტ მუხტს მოგცემს რომ ის ვიდეო გააკეთო რომელიც აუდიტორია შენგან უნდა რა და მართლა ანუ ნახვები არის 100,000 200,000 300,000 ნახვებია გარედან თითქოს მაგარია მაგრამ ეს კომენტარების ზალა იმდენად მაგარია რომ ხანდახან ვერ აღვიქვამთ არა და მაგასა ყველა პირობას ვძლებთ რომ 6 თვეში მანქანებზე პრინტებს გადავაკრავთ სადაც ადამიანების კარგი კომენტარები იქნება მართლა და მე შევკრავთ ერთ დიდ თაიგულას და აქ დავდოთ პირობა კოსმოსში გავუშვათ დავაი არა მანქანაზე კარგი კომენტარები გადავაკრავ. მე შემოგერთებ. მე შენ არ აყავს მანქანა. ხო და მაგისტრის ხალხო სპონსორებს მიმართავ კომენტარები მანქანისთვის ნებისმიერ ჩინური კომპანია შემეხმიანოს. კაკოს უნდა მანქანა რომ გააკრას კომენტარები და ძალიან გთხოვთ რომ კაკოს ჩვენ მემიჯნებით არ გვინდა მანქანები ჩვენიც კაკოს მიეცით. სამი მანქანა აჩუქეთ კაკოს სამივე ჩინური ოღონდ. ხო დოქტორ მოდი გადავიდეთ გავიგოთ უკვე ვინ ჩაიჯიბა ფული ჩემი რამდენია აქედან აბა გაიქეცით გოგო ბიჭებო ქულებს დავწერთ ძიები და რაღაცა იქნება დაგემშვიდობებით მეგობრებო დროებით ეხა თქვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რაღაც მოხდება რა ან ერთის ან მეორის ან ორივეს ან არც ერთის ნახავთ მაგას დროებით რო ჩავხსნათ არც ერთმა არ მოიგოს შენ გინდა რომ მოიგო ეს ტიპი ვიქეიფოთ მე ვეცდები რომ ძალიან არგუმენტირებული ვიყო რა მე არ მარტო გავითვალისწინებ ბოლო ვიდეოს და მგონი ეგრე უნდა ვქნათ ნუ რა თქმა უნდა აქ ვითვალისწინებთ მთელ პროცესს რა ჩემი აზრით რო შევხედოთ თუნდაც რო შევხედო ბოლოს ომარი მე რა კითხვების დამისვა ტექნიკურად თამზე და ამ შემდეგ მაგასთან შედარებით ვერიკო ბევრად უფრო წინ არის ბევრად უფრო განვითარდა ბევრად უფრო მეტი ცოტა დაბნეული მომეჩვენა ომარი რა ბევრად უფრო მეტი ისწავლა პროცესში და ტექნიკურად ბევრად უფრო წინ არის მე თუ ჩემი გადმოსახედით თუ გაინტერესებს პროექტის არსი ის იყო რომ ვინ აკრებდა სკილებს რომ მე თავის პერსონალით თუ რაღაცები უფრო მეტად გამოეჩინა და მგონია რომ ეს ორი ადამიანი შევედა რომ ვერიკო ჩემი აზრით უფრო მეტი რესურსი აქვს რომ კიდევ უფრო მასშტაბური გახადოს ვიდეოები და თუ ვინმე მეტყვის რომ 100,000 გამომწერს 2 წელიწადში თუნდაც რომელი უფრო მიაღწევს მე მგონია რომ ვერიკოა და მგონია რომ ვერიკო იმსახურებს იმიტომ რომ პროცესშიც ყოველთვის კითხულობს ყოველთვის შესაბამისად სწავლობს ყოველთვის ანვითარებს და ამიტომ მე ვერიკოს დავწერ 9 ქულას 10-დან რაც შეეხება ომარს ძალიან ვაფასებ ომარის თელ ამ მოღვაწეობას იმას მათ შორის ძალიან გამისწორდა ფინალში რომ კარგი ვიდეო გააკეთა იმას თავისი უნარებს პერსონაჟის და ამ შემდეგ მაგრამ მე მგონია რომ ვერიკო ბევრად წინ არის ომარს დავწერ ამ პროექტიდან გამომდინარე 7 ქულას მაღალ ქულებს დავწერ იმიტომ რომ რა აზრი აქვს რაღაცა გამონაწყენ ადამიანები იგივე იქ რა მაინც ან 6 დავწერ თუ 5 რა მნიშვნელობა აქვს ხო ან 10 და 9 ეს მაინც დავფრიდან დაიწყო ეგეც არის 10 და 8 შემიძლია დამეწერა მაგრამ არა ძლევს ჭია მაგის აწევის არ ვიცი მე ომარი ძალიან მიყვარს და ვერიკო ძალიან მიყვარს მაგრამ ომარის ვიდეოებზე მე უფრო ვერთობი რა ჩავსთავდი უყურებდი გავერთობოდი რა YouTube-ს მაგისთვის ვიყენებ ხოლმე რა ჩემიდანაც გამომდინარე რომ ჩემით ხალხი ერთობა რაღაცა მაგ მხრივ უფრო მეტი ისა მაქვს რა ლოიალობა და სიყვარული რომ აი ვერიკოსები ძალიან შემეცნებით და ძალიან კაია რაღაცები ძალიან კარგად გაარტყა მე გამაცრემლიანა ემოციურად იმოქმედა ჩემზე ძალიან მაგარია არა მაინც გვიწევს გადაწყვეტილების მიღება ამიტომ ძალიან იზი არის რა ჩემთვის 10 ომარს 9 ვერიკოს მეც რო შევაფასო ის განვლილი გზა თავიდან ბოლომდე ლიუსის
განვითარება თუნდაც ტექნიკური ან ხედვის ან ყველაფრის ეგეთის, ეგეც დიდ ნაწილს მოიცავს, მაგრამ კიდევ უფრო დიდ ნაწილს მოიცავს დღევანდელ ვიდეოზე შეფასება კონკრეტულად. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ვიდეოს განმოსახედიდან და თუნდაც პროგრესის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ჩემთვის თითქმის თანაბარია, ორივე ძალიან შეგვიყვარდა და ორივე ძალიან პატივს ვცემთ და ყველაფერს კარგს უსურვებთ, მაგრამ ამ მომენტში ოდნავ ვერიკოს წინ დავაყენებდი ერთი ქულით რა. მაგალითად 900 დაუწერდი ვერიკოს და 800 ომარს ან 10 და 900. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თავარი განსხვავება, მაგრამ ხულიანი განსხვავება მგონია, რომ ვერიკოს სასარგებლოდ უნდა იყოს. ამას ვფიქრობ იქიდან გამომდინარე, რომ ომარის ეს რაღაცა დიდი განძი რაც გააჩნია, ეს თავისი ნიჭიერება და ხასიათი რაც სულ გაყვება და სულ რაღაცა რაოდენობის ნახევს მოუტანს, ეს ისე რაც არის და არსად არ წავა და შეძენილიც არ არის ესე ხელოვნურად. დასახასებელია ძალიან. რაც შეეხება ვერიკოს, ბევრი წვალება მოუწია აქამდე მოსასვლელად და ამ წვალებით მგონია, რომ ბევრად მასშტაბურად შეუძლია გადაიქცე. პერსპექტივას უფრო ხედავ რა, გაზრდის მასშტაბურობაში. მადლობა კაკო. ომარს რო გამოვაკდა 1900 ხმა Facebook-ის, ქულებით დადგინდა რომ ორივეს აქვს 10 ქულა. თუმცა იმის გამო რომ ეს პრეცედენტი მოხდა, ომარს იწერება -1 ქულა, ამიტომ თეორიულად თანაბრად არიან და -1 ქულა დაიწერება. ჯივრის ქულებით გადაწყდა რომ ვერიკოს აქვს 27 ქულა, ომარს აქვს 25 ქულა. დაჯამებით, რაც ხალხის ნახვებით, სანამ ჯარიმა იქნებოდა 10 ქულა აქვს ორივეს, ანუ იქნებოდა 35-27, მაგრამ ომარს კიდევ ერთი ქულა 37-ით 35 იქნებოდა. და ომარს კიდევ ერთი ქულა გამოაკლდა ჯარიმისა, რაც არაფერს არ წყვეტს, მაგრამ 37-34-ია საბოლოო შედეგი. ვერიკო არ იცის, მაგრამ გახდა კრეატორი. დაუძახოთ ახლა როგორ ახართ მეგობრებო? მე გეტყვით, რომ თქვენ შორის მეორე ადგილზე ვინც გავიდა, არ იცოდეთ აქამდე, რომ ესეთი პრიზი არსებობდა, მაგრამ პრიზი იქნება დაგზური ევროპაში, 2 კაციანი. ეს იმედია თქვენს სინანულს ცოტათი მაინც შეამსუბუქებს, რომელიც იქნებით. ჩვენ კი ვიცით, რომელიც იქნებით. და მე მაქვს კიდე პერსონალურად სურვილი, რომ ორივე ადამიანს შემოგთავაზოთ ჩემ არხზე კოლაბი, ოღონდ ისე რომ თქვენ ძალიან გაგისწორდეთ. ვერიკოს მინდა შევთავაზო, რომ ერთად წავიდეთ საერთაშორისო სამოყვარულო თუ რაღაც პროფესიონალურ ტურნირში უცხოეთში და მთელი პროცესი გადავიღოთ შენ როგორ მიიღებ ამ ტურნირში მონაწილეობას და ეგ ჩემ YouTube არხზე ავსახოთ და კოლაბი ვიდეო გავაკეთოთ. რა შეიძლება ომარ შენ მინდა რომ შემოგთავაზო, რომ ერთად ეგზოტიკურ კუნძულზე წავიდეთ, სადმე აზიაში და თვითგადარჩენის ჩელენჯი მოვაწყოთ. ქოქოსიდან დავლიოთ წყალი. დავაი, ეგრე გავაკეთოთ. და ეს საფხულისკენ სადღაც ეს ორი ვიდეო გავაკეთოთ შეიძლება ადამიანთან. დაჩრდილოს კაკო შეთავაზება, მაგრამ მეც მინდა რომ ორივე მოგიწვიოთ ბლენდერების შოუში. ამას ვერაფერი გადაწონის. ბლენდერების შოუ არის შოუ, რომელიც სხვა იუთუბერები ზღვიდან, წყლიდან ეძახიან ტოპ შოუს და ესეც არის. აი კორეაში მოგზაურობა დანდაქმნიდა არის ძალიან შეულებრივი და შენ ხარ ტოპ. ბლენდერების შოუ თქო, რა კორეა. აბა. უცხო პლანეტელები მომავალში გადმოხედავენ შენს ბლენდერების შოუს, იტყვიან შენ ნანახი გაქვს რაღაც ვიდეოები. იყავი. შენ ნანახი გაქვს რაღაც ვიდეოები და მძულ ხარ. მოკლედ, მეგობრებო, ძალიან რთული იყო, თითქმის 2 წუთი მსჯელობდით ვის უნდა მოეკო. ეს ხუმრობთ. მაგრამ თვალებში ვერცერთს ვერ გიყურებთ, იმიტომ რომ შემემჩნევა რა. დავწერეთ ხულები, დიდი ბოდიშის მოხდით, ასევე დიდი სიხარულით გილოცავ და დიდ ბოდიშს მოგიხდი. მაგრამ რა გავაკეთოთ? ეს არის კონკურსი რა. კრეატორის გამარჯვებული კრეატორი გახდა და საპრიზო ფონდი 20,000 ლარი, 2ჯერ 10,000 ლარი, 4ჯერ 5,000 ლარი. უკანა ჯიბეში ჩაიდო და მინდა მას უთხრა რომ ფრთხილად იყოს, რადგან ველოსიპედზე შეიძლება ამოუვარდეს. პროექტის გამარჯვებულია ვერიკო ბაზალი. ფანტასტიკაზე ხუთი. გამოვხატა ემოციებს, იმდენად კანკალებ ეხა შინაგანად. კადრს
ასწავლე როგორც გთხოვთ, თორე მართლა შეიძლება ძალიან ისე გამომართოთ, თორე მართლა ჩამოვარდება. მადლობა ყველას, დიდი ცოდნა მივიღე, მადლობა პროექტს, მადლობა თითოეულ თქვენგანს, ყველას ტავს აუცილებლად გავაგზავნებ YouTube-ს, ბევრ კარგ ვიდეოს შემოგთავაზებთ და ყველაფერი წინ არის, ეხლა ვიწყებ. 20,000 არ მიიღე, ევროპაში მოგზაურობა მიიღე და კაკოსთან კაკო ხო შენ იღებ ყველაფერს შენ თავზე? კი, რა თქმა უნდა. ხარჯებს კაკო, მაგას დავაზუსტებ რო მე რამე არ მოხდეს. კაკო იღებს ხარჯებს. საუკეთესო აზიურ ქოქოსებით სავსე კუნძულზე, უკაცრიელ კუნძულზე შოუზე, რა თქმა უნდა, რომელიც აწევრო არ იქნება. ფინანსურად შეიძლება დაახლოებით ეგ თანხა დაждდეს. ამიტომ და შენი არხის წარმატებისთვის ძალიან მაგარი შეიძლება იყოს. მადლობა. კიდე ვაკონკურდებ კაკო გადაიხდის ამ ფულს, ხო? ეს ამოჭერით კაცი. რა თქმა უნდა გადავიხ. არა, იყოს კაკო, ხალხმა უნდა იცოდეს ვინ არის მეცენატი რა. მადლობა ყველას. და ბლენდერების შოუზე გელოდები. აუცილებლად. როგორ მოიპარე ბლენდერებით კაკოს ჰაიპი? მეგობრებო, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც შეუულებრივად ვაფასებდი და იმენა მიყვარხართ მართლა რა. აი, მინდა რომ თქვენ აი ხალხთან ვიძმაკაცო, იმიტომ კი არა კონტენტი აქვს კარგი, იმიტომ რომ უბრალოდ კარგი ადამიანები ხართ რა. ერთი კაი კოლაბი ხوارდავს, სამაკაცმა. ამან ხო. არა, მართლა. სამი ხوارდავი. 20,000 ლარის მობაილი მოვიდა. ოპა, 5,000 ლარი გა. ინფორმაცია მომივიდა რომ აპირებ ძალიან დიდი სუფრა რო გააკეთო და მაგრამ მოვალ. YouTube-ების ფაქტი თუ ის სხვა მონაწილე იყო. და ომარა რო არ დაპატიშოს. ძალიან უხერხულად ვიქნები მე პირადად. რაც აპირებ, მაგრამ ცხელები გიყვარს, ხორცეული გიყვარს და დანარჩენი შენიცი უკვე რა. გილოცავ. მოიგე ხედავ ამ პატარა გოგომ რომელიც არის ველოს ტრიალში. ოპა, ხედავ შენ. ანუ მართლა წარმოუდგენელია, არ ვიცი თქვენი მხრიდან როგორ ჩანს, მაგრამ პირველ დღეს როცა აქ მოვხვდი და ესე მაშინ თქვით ჩემი სახელი, იმ დღიდანვე მართლა ერთი რო ცხოვრება შეიცვალა და მეორე რაღაც ისეთების დავიჯერე, რასაც შეიძლება რომ არ მჯეროდა რა, ის საკუთარი თავისაც რო არ გჯერა და გარემოსიც რა, რო ფიქრობ რომ კი რაღაცებს აკეთებ, მაგრამ შეიძლება ესე არ დაფასდეს და ეხა მართლა მთელი გულით მჯერა და იმის რომ არც გავჩერდები და იმას გავაკეთებ, რაც მართლა მთელი გულით მიყვარს და მადლობა ძალიან დიდი და მადლობა თქვენ და მადლობა ბექში ვინც იყავით. და ოპერატორესაც და არ ვიცი მართლა მთელი გულით მადლობა, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ რაღაცა გამარჯვება, ეს არის რაღაცა პროპირონული ნაწილი და ისიც რომ ჩემს სფეროს ძალიან გამოადგება და იმას რომ გოგოებსაც და საერთოდ არ ვიცი რაღაცა YouTube ნაწილს. კიდევ ერთი გოგო YouTuberi ვარ ჩუქეთ YouTube. შეგვიძლია მაგით დავუშვათ, შენ კი არაფერი გვერგო საპრიზო ფონდიდან, მაგრამ ერთი. მაგრამ ვიღაცა გვეტყვის, აი რა გიკეთებ YouTube-ისთვის, რა, ჩვენ გოგო YouTuberi ვარ ჩუქეთ, რაც არ არის კონტენტ კრეატორი მდედრობითი სქესის ქართულ YouTube-ში. თქვენ მართლა საჩუქეთ, დეფიციტურია. იმიტომ რომ მე გავაგზავნებ ძალიან აქტიურად. ხო, მაგიტოს ვთქვით, იმედია არ შეწყვეტ ახლა და არ წამოწვევი და 60,000-ის დახარჯეს რომ გააგზელებ რა, იმიტომ რომ ორჯერ გითხარი, ცხელები გიყვარს, ხორცი გიყვარს, აი, ლუდი. არა, მაგრამ ჯუმბელეჟავას თასზე რომ მოხვალთ, ეგ უნდა შემპირდეთ. ბატონ ჯუმბელის თასზე აუცილებლად მოვალთ, მაგრამ ქართულში. მაინც საკუთარი ველოსიპედები? გათხოვე. სუფრა და ჭაბასმა დაისაც ცოტა ჩვენი არის რო იქ. მოვალთ აუცილებლად. სუფრა და სხვა. და მეც დამპირდა რომ მომზადება უნდა დაიწყო ეხლა რომ არ შემორჩენო სერიისთვის. ეგ საერთოდ სიგიჟე იყო და არ ვიცი მაგაზე უსაზღრო დიდი მადლობა, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი ძალიან უდიდესი ოცნება არის რომ საერთაშორისო შეჯიბრზე გავიდე და ცალკე საჩუქარი ეგ და აი მართლა მთელი გულით მადლობა. მაგარი ვიდეო ძალიან მინდა რომ შენ ადგილზე ვიყო ახლა, იმიტომ რომ ეგ გრძნობა კაი ხანი არ მქონია მოგების გამარჯვების. იმდენად ისეთი გადამწვარი გრძნობა იმდენ მაღალზე ავიდა წერა რა. ბევრი ვიფიქრე როგორ მეთქვა და ბლენდერებზე რატო არაფერს არ ამბობ? აი არა, ბლენდერები ამის, ანუ ამ უფრო ომარისთვის იყო, იმიტომ რომ ამან მოიგო. არა, სხვათა შორის როგორც ამ ფორმატიც არ უნდა იყოს, კრეატორში ადამიანები კი გიყურებენ, მაგრამ ჩვენ არხებზე გამოჩენა კიდე დამატებით დიდ ბუდჯეტს მოგცემთ და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეგ ცალკე ღირებულებაა, რომელიც არ ეძლევა დამწყები იუთუბერებს. დიდი ხანი ვიფიქრე როგორ მეთქვა რომ მოიგე და ბავშვობაში ერთ-ერთი 20 ლარიანი მაჩი დაგვიანებული. ქვემეხი იყო. ჩვენი რაჭველი მეგობარია, რომელსაც ცოტა გვიანავი ეხა გაიგო რომ ეხა მივიდა ინფორმაცია რომ მოიგო, ვერ იყო და ხო და ბავშვობაში 20 ლარიანი მაჩუქეს და ველოსიპედზე ჯდომისას ამომივარდა რა. როგორი სიმბოლურია ხვდები? და დააბრუნე ეხა ეგ და ეხა უცებ გონებაში გაიელო მაგან და მაგით ხარ უკანჯებიდან არ მოგარსეთ, იმიტომ ძალიან რთულია. ველოსიპედზე შეიძლება ფული ამოგიოდეს დაკარგო. იმედია იმ ფულს ვინმე დამიბრუნებს. 20 ლარი იყო, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი 20 ლარი იყო. მეც გიოცავ. წადი, ვერ იყო, გაიქეცი. ხო ისა, მეც მოგიოცავ.
მეც გილოცავ და იმედია წლების გასვლის შემდეგ არ ვინანებთ. შენც იქნები ერთ-ერთი იუთუბერი, რომელსაც ესე ტოპ იუთუბერებს რო გაიხსენებენ, ვინც იქნება, შენც იქნები შენ ერთ-ერთი. იჯდები ჩვენ ადგილზე? ეგ იქნება იმის გამართლება, რომ ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ ახლა. ესე მათ და ხო რა, ჩვენ უნდა ვიემოყოთ, რომ პროექტს ყავს ღირსეული გამარჯვებული, რომელიც სულ წინავს YouTube-ზე და გთხოვ არ გვანან. ხარი დაგვიჭირე ამაში. არა, ეხა მართლა სხვა პასუხისგებლობა გვაქვს და ეხა არც დავალებები გექნება. არა, ეხა სხვა არც მენტორები პასუხისგებლობა. გეყოლება. ეხა შენ ხარ შენი თავი. всё, აწი შენ უნდა გააგრძელო. აღარავინ რჩევას აღარავინ გეტყვის 80 რატო იყებო. აღარავინ აღარაფერს გეტყვის. დაგემშვიდობი, გაიქეცი ხა. მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან. გაიქეცი რა, მაგარი ვარ. გაიქეცი. ეხლა ჩვენ ვიმშელით და ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები მივიღეთ მთელი ამ პროცესის განმავლობაში და ახლაც მით უმეტეს. შინაგანად მაქვს ისეთ შეგრძნება, რომ როგორც მოვიქეცით, სწორი იყო და მე ცოტა თავარი ამბავია. მეც მეთანაღრება, რა თქმა უნდა, მაგრამ ფორმატიდან გამომდინარე, რაც შეიძლება და ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად გამოვიდა რა. მაგრამ მიხარია რომ შენმა ფავორიტმა ვერ მოიგო, მაგრამ შენ ძალიან გული არ დაიწყდა და ის რაღაც უსამართლობის შეგრძნება არ გაქვს. არ დამჩენ, ნუ აქ ეს ერთი ქეში იყო თორე. დანარჩენი ყოლაბი და ტრენდერების შოუ და ევროპაში საგზური მე მგონია რომ ომარმა რო გამოიყენოს არხისთვის უცეფი შოუის ისეთ სპონსორებს, საიდანაც ამ თანხას ამოიღებს. ხო, ამ თავარი არის მაინც ამ ამბავში კონტენტი. კონტენტი და თავიდან რომ გაიქაჩო და ეხლა რატომაც გონიათ რომ 20,000 ლარი დაეხმარებათ და საერთოდ არ ჭირდებათ 20,000 ლარი იმისთვის რომ კარგი იუთუბერები გახდნენ რა. ხო, ეს просто პრიზია. ხო, რა შეიძლება ჩვენ ვიცით რომ შეიძლება ბევრ ადამიანს გული დაწყდეს, შეიძლება რაღაცა ომარს გულ შემატკივრობდნენ, რაღაც თავისი ინტერესები ჰქონდათ. მანამდეც ძალიან ბევრჯერ იყო რომ რაღაცნაირად გული დაწყდათ, ან უსამართლოდ ჩათვალეს, ან არაობიექტურად ჩათვალეს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ რომ ობიექტურები ყოფილიყავით, ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი ხედვებით დაგვეჯამებინა და ჩვენთვისაც რაღაცნაირად პირველი გამოცდილება იყო და ხან ვინერიულეთ, ხან შეცდომები დავუშვით, ხან არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, მაგრამ მეტნაკლებად მაინც მგონია რომ სწორად გავართით თავი და დანარჩენი უკვე თქვენგანაც ველოდებით შეფასებებს ჩვენზე ღირვართ თუ არა, ჟიურად. იმის თქმა მინდა რომ ყველასთვის პირველი იყო და ძალიან ვაფასებთ იმ კომენტარებს, რომლებიც თუ გაგრძელდა ეს პროექტი, აუცილებლად გამოვიყენებთ ფიდბექების სახით. და დაწერეთ კომენტარებში გაგრძელდეს თუ არა ეს პროექტი. მე მგონი უნდა გაგრძელდეს. მე მგონია რომ ამ პროექტმა ჩვენი სფერო ძალიან სხვაგან გადაიყვანა. ყველანაირად. ანუ მიღწ, ის გახადა, უნდა გახდე ის. ანუ ჩვენი პროფესია ხო რაღაცა იყო და ეხა ცალკე ის არის, ცალკე პროექტესაც ის უნდა გახდე რა და რაღაც მიმართულება აქვს ის უნდა გახდე, ესე იგი ის პროფესია უკვე დასაფასებელია და ძალიან კარგია. რაც უფრო კაი გაკეთდება, უფრო კაი. მადლობა ბიჭებო, გვერდში დგომისთვის, ძალიან კარგი იყო თქვენთან ერთად თანამშრომლობა. იმედია კიდევ გიხილავთ. მადლობა თქვენთან თანაჟიურობა, ბიჭებო, ჩვენთვის რომ ცოტა დიდი პატივი იყო ყოველთვის. თანაჟიურობა, ეხლა მოვიფიქრე. არ წარმოგესწრა. კაი, ეგ არის. გამოიწერეთ, არ გაჩერდეს არხი და არ გაჩერდეთ. შესაძლებლობები უსაზღვროა. უფრო მეც ელოდეთ ამ არხიდან.